მოდით დღეს ვისაუბროთ ერთ წიგნზე, რომელმაც ფაქტობრივად რევოლუცია მოახდინა უამრავი ადამიანის ფინანსურ აზროვნებაში. ეს არის რობერტ კიოსაკის მდიდარი მამა, ღარიბი მამა. მოდით ჩავუყრმავდეთ თუ რა არის ამ წიგნის მთავარი საიდუმლო და რატომ არის ის დღემდე ასეთი პოპულარული. აი ამ კითხვაზე დარწმუნებული ვარ, ყველას გვიფიქრე, არა? ეს ის კითხვა, რომელიც თითქოს მუდმივად ჰაერში ტრიალებს. კიოსაკი კი გვეუბნება, რომ პასუხი სინამდვილეში ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ჩვენ გვგონია. და პასუხი იცით სად იწყება? ავტორის პირად ისტორიაში. საქმე იმაშია, რომ კიოსაკის ცხოვრებაში ორი მთავარი ფიგურა იყო, ორი მამა, რომლებმაც ფულის შესახებ ორი სრულიად განსხვავებული სამყარო დაანახეს. და სწორედ აქ არის, როგორც იტყვიან, ძაღლის თავი დამარხული. მათ შორის ფუნდამენტური სხვაობა არც განათლება ყოფილა და არც საწყისი კაპიტალი. არა, მთავარი განსხვავება მათ აზროვნებაში, მათ ფიქრის სტილში იმალებოდა. მოდით, ერთი წამით შევხედოთ ამ შედარებას. ერთ მხარეს არის მისი ბიოლოგიური მამა, ანუ ღარიბი მამა, უაღრესად განათლებული კაცი, დოქტორის ხარისხით, რომელმაც მთელი ცხოვრება ფინანსურ პრობლემებს ებრძოდა. მეორე მხარეს კი მისი მეგობრის მამა, მდიდარი მამა, რომელსაც სკოლაც კი არ ჰქონდა დამთავრებული, მაგრამ გახდა ჰავაის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი. აბა როგორ? ნამდვილი პარადოქსია, ხო მეთანხმებით? ეს იყო ღარიბი მამის დევიზი, ფრაზა, რომელიც კიოსაკის თქმით უბრალოდ წერტილს უსვამს ყველაფერს. როგორც კი ამას ამბობ, შენი ტვინი ითიშება, წყვეც ფიქრს და ნებისმიერი შესაძლებლობის კარს თავადვე იხურავ. მდიდარი მამა კი, სულ სხვაგან მიდიოდა. ის არ კეტავდა კარს, პირიქით, აღებდა მას. ეს კითხვა როგორ შემიძლია? ტვინს რთავს, აიძულებს იაზროვნოს, ეძებოს გზები, მოიფიქროს კრეატიული გადაწყვეტილებები. ხედავთ, ერთი სიტყვის შეცვლა კითხვაში ცვლის მთელ შენს ფინანსურ სამყაროს. და ეს აზროვნების სხვაობა მიგვიყვარს წიგნის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან და მარტივ იდეამდე. რა განსხვავებაა აქტივსა და პასივს შორის? თუ ამას გაიგებთ, ყველაფერს გაიგებთ. შეხედეთ რა მარტივია ყველაფერი, დაივიწყეთ რთული ფინანსური ტერმინები. კიოსაკი ამბობს, რომ აქტივი არის ის, რაც ფულს გიდევ ჯიბეში. პასივი კიდევ ის, რასაც ფული თქვენი ჯიბიდან გააქვს. სულ ესა გენიალურად მარტივია. და მდიდრებლის მთელი საიდუმლოც ფაქტობრივად სწორედ აგდევს. ისინი მთელ თავის რესურსს, დროს და ფულს მიმართავენ აქტივების ყიდვისკენ. ისინი ყიდულობენ იმას, რაც შემოსავალს მოუტანთ, მაშინაც კი, როცა არ მუშაობენ. ეს არის ზუსტად ის ხაფანგი, რომელშიც საშუალო კლასის უმეტესობა ებმება. ადამიანები ყიდულობენ დიდ სახლებს, ძვირიან მანქანებს და ფიქრობენ, რომ ეს აქტივებია. სინამდვილეში კი, სახლს სჭირდება გადასახადები, მანქანას, საწვავი და შეკეთება. ანუ, ეს ნივთები მუდმივად ფულს გართმევენ ჯიბიდან. ეს პასივებია. და ეს ყველაფერი გვაქცევს იმის ნაწილად, რასაც კიოსაკი ვირცხების რბოლას უწოდებს. ალბათ გსმენიათ ეს ტერმინი. ეს არის უსასრულო ფინანსური ციკლი, სადაც ადამიანების უმრავლესობაა ჩაკეტილი. დაფიქრდით, როგორ მუშაობს ეს? მიდიხარ სამსახურში, იღებ ხელფასს, იხდი გადასახადებს. მერე ხელფასი გეზრდება, მაგრამ უცებ აღმოაჩენ, რომ ხარჯებიც გაგეზარდა. უკეთესი მანქანა გინდა, დიდი სახლი და რა ხდება? კიდევ უფრო მეტი მუშაობა გიწევს. ეს არის უსასრულო სირბილი ერთ ადგილზე. კარგი, და გამოსავალი რა არის? როგორ უნდა გამოვიდეთ ამ წრიდან? კიოსაკის პასუხი რადიკალურია. შეწყვიტე ფულისთვის მუშაობა და აიძულე ფული, რომ შენთვის იმუშაოს. ეს არის მთავარი ცვლილება. და პრობლემა ხო იცით საიდან მოდის? ჩვენი განათლებიდან. სკოლაში გვასწავლიან, როგორ ვიყოთ კარგი მუშაკები, კარგი თანამშრომლები. მაგრამ არავინ გვასწავლის ფულს რა უყოთ, როგორ ვუმართოთ და მით უმეტეს როგორ ვამუშაოთ ის. გადასახადების თემა ხო საერთოდ ცალკე ფენომენია. ჩვეულებრივი თანამშრომელი, შენ და მე, ჯერ ვიღებთ ხელფასს, სახელმწიფო თავისას იღებს და მერე ვხარჯობთ იმას, რაც დაგვრჩა. ბიზნესმენი კი, ის ჯერ გამოიმუშავებს, მერე ხარჯავს ბიზნესშივე და მხოლოდ ამის მერე, რაც დარჩება, იქიდან იხდის გადასახადს. ხვდებით რა უპირატესობა? ეს აბსოლუტურად ლეგალურია, მაგრამ ამას ფინანსური განათლება სჭირდება. კარგი, მოდით ნელ-ნელა დავასრულოთ. მთავარი, რაც უნდა გვახსოვდეს, არის ის, რომ ეს წიგნი არ გეუბნებათ ბიტკოინი იყიდოთ თუ ოქრო. არა, ეს წიგნი ცვლის თქვენს ტვინს, თქვენს ფუნდამენტურ დამოკიდებულებას ფულის მიმართ. ასე რომ, ფინანსური თავისუფლებისკენ მიმავალი გზა, კიოსაკის მიხედვით, ასე გამოიყურება. პირველი და უმთავრესი, იყიდეთ აქტივები.
მეორე, მოიშორეთ პასივები. მესამე, მუდმივად ისწავლეთ ფულზე. და მეოთხე, გახსოვდეთ მთავარი წესი, ფულმა უნდა იმუშაოს თქვენთვის და არა პირიქით. და ბოლოს, მინდა რომ საკუთარ თავს დაუსვათ ერთი ძალიან მარტივი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა. დღეს, ამ წამს, თქვენ მუშაობთ ფულისთვის, თუ თქვენი ფული მუშაობთ თქვენთვის? დაფიქრდით. ამ კითხვაზე პასუხი შესაძლოა თქვენს მომავალს განსაზღვრავდეს.